გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო. ირაკლი ვახტანგიშვილი, დავით ლაბაძე, ირაკლი კაკაბაძე და გიორგი დანელი და წარმოგიდგენთ სტუმრად კაცედანის თიბათვის გადაცემა. თიბათვის ნომერს. შენ ივნისს აღარ ეძახი უკვე თიბათვია? ჩვენთან თიბათვია. ივნისი არის ბერლინში ჩემპიონთა ლიგის ფინალია, კონცერტია, იქით ფესტივალი. ჩვენთან თიბუის მეტი არაფერი არ არის. მოაც რა ვიცი, არ ამგონია მოესწროს. იცი თიბოა? ხო. საუკეთესო თიბავია, ჩემ წონით კატეგორიაში. არა, მაგრამ ისე პირველი თიბა. ჩემ შემდეგ უკვე მოდიან ისინი რა ქვია. რა ქვია, დიდი ტრაქტორები რო არის და რო თიბავენ. კომბაინები. არა მართლა იქ გაგითიბია? კი, გამითიბია. ისიც რაღაც ტექნიკა რო არის. დააწვინე რომ არ იღლებოდე ეგრე იცი? არ იღლებოდე, არც ორჯერ გაუსწრდა, გატყდა წელი და გამაგდეს. ანუ არ იცი. ჩიბილში მაგ ის ორი კარგად მოუსვი. ოჩა. ორი წესი აქვს თიბოს. იცი შენ? არ უნდა გატეხო და მოყვას ფეხი არ უნდა მოვაჭრო. გაენაზე გველაპარაკება. დღეს რაღაცა იზეს. თიბათვე მოყვასი. ნუ თიბათვესი რო ხარ, ესე მოყვასი. არა მართლა იცი თიბოა? ან რამე სხვა სასოფლო ბევრი რამე ვიცი, მაგრამ თიბო არა. ჩვენ სოფელში ბალახს არ აცდი და ძროხა გაზრდას, ამიტომ თიბო არ გვჭირდება. მოწველა ძროხის? უფრო გადაბმა. კი. ანუ იქ მოხსენი და იფანე და მია. ბალახს რომ მოასუფთავებს გადააბავ იქით მეორე ბალახისკენ? მე ართულებენ ის თუ დამ ისა აი ატყდა ძროხა, უნდა წაიყვანო უპოვო. მამრის მფლობელი ვიღაც კაცი. მამრის მფლობელი მამრი? მამრი მოელაპარაკო. შეიძლება. მე უნდა მოაწოდო ეს ჩემი ძროხა იმ თიქ წაგიყვანია? გადაბმის მერე წაგიყვანია? დიახ. მართლა? ძროხა წაგიყვანია საქმეზე, ხო? ქალებში, კაცებში. ეს არის ყველაზე დიდი სექსუალური აქტივობა, რაც ჩვენ ჩაგიდენია. არა მართლა დიდი ისეთ ფორმებს. ესეთ რა დადგა თვითონ ესე. კარგად რა ჩაია. თქვენ ძროხას რა ერქვა? ვასკა. ბიჭის სახელი ერქვა, მაგრამ ვასკა წაიყვანე კაცთან, არა გწონია. ესე ერქვა და. და რა როგორ ჩაიარა? და რანაირი ძროხა იყო? ჯოხს რო გადაუგდებდი, მოქონდა კუდის კიცინი? არა, ესეთი იწველებოდა. გააჩინა უშობელი. ულამაზესი უშობელი. იმ სოფელში იყო ეგეთი ტრადიცია, რომ სახელებს არ ქმნიდნენ იმის მიხედვით, რა დროს დაიბადებოდა. ეს დაიბადა ბასტილიის დაცემის დღეს თუ აღების დღეს. და დაარქვეს ლუი იმას. ხბოს. რა კულტურული სოფელი. ხბოდადიოდა ეს. მოიცა ლუი მერამდენე. ლუი. პირველი იყო სოფელში. პირველი იყო, ვინც ბასტილიის დღეს დაიბადა, ლუი პირველი. და ეს რო ხარა წაიყვანე ხართან, ხო? ხარი არ ქვია იმას. თუ ბუღა. ბუღა. ხარი ორივენაირია, და კოდილიც და ბუღაც. და ბუღა არის? ბუღა არის იმიანი. მუშა. იმიანი. იმიანი. ხო რა, კომპლექტიანი. პოლნინა ვაროტით არის. უყურებ და გულშემატკივრობდი რომ მიდი ვასკათ, მიდი არ დამჭირდა გულშემატკივრობა სხვა. რა ერქვა, იმას რა ერქვა? არ ვიცი, არ მიკითხავს. არ დამჭირდა გულშემატკივრობა, ძლივს გამოვასწრა. ეს გამოვგლიჩე ხელი. ყველაზე ექსტრიმი. რითი ერთობოდით ეს სოფელში? ჩვენ ხონდა მდინარე. ხო, მდინარეზე საბანაო ადგილას წასვლა. საბანაოზე. ხო, საბანაოზე წასვლა. და თან ამ საბანაოებს ქვია თავის სახელები რა. მაგალითად ნიგოზეთში შემორევა ერქვა. რატო? მოგა ეს არა. ალბათ მოდის სიტყვიდან შავი მორევი. ალბათ რა, იმიტომ რომ სოფლელები ძახოდნენ უძიროაო. შემრეში არ იყო უძირო. რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში მეორე სოფელში ხონდა მდინარე ძერული და იქ გარდა ბანაობისა იყო ესეთი გართობა. მივდიოდით დიდი კამერის სატვირთო ავტომანქანის კამერები და დაუყვებოდით ამ მდინარეს. და მე ქვემოდან ბიძი აგვიყვანე მანქანებს. აი მე ჩადიხარ ქვემოდა, იქიდან ისე იქ უნდა ამოხვიდე, სადაც ბანაობდი, იმიტომ რომ ტანსაცმელი იქ გაგდადოვებ. და მოათრევ ამ ანჯუამ საღამოსკენ ამოდიხარ. პირველ ყოფილი რაფტინგი, ხო? ხო. ხო, დაახლოებით ეგრე.
რაფტინგი პიპკით საჯდომში. ეს და გამოყოფილი. თავიდან პიპკა. თან თავიდან არ მოიგეს. მე მთელი გზა გაწუხებს. კაი, დღეს ჩვენ სოფელთან დაკავშირებული სტუმარი არ ყავს. მაგრამ ეს არა და კარგი იქნება. არა ტბასთან შეკრებასთან დაკავშირებული ნამდვილად არის. ღმერთო როგორ ოსტატურად გადავიდა. გადასვლებში მაგარი. ძალიან. და მოდით ერთად მოვიწვიოთ. ლევანდელი თბილისი ოპენი არის და წინა თბილისი ოპენი არების ორგანიზატორიც აჩიკო გულედანი. там რამდენი სტუმარი ყოლია და არავის იმზარით არ უსარგებლია. მე დავინტერესდი. გამარჯობა. გამარჯობა. ნახეთ ჩვენ ეს სია ვინც ჩამოდის ლევანდელ ფესტივალზე და მაინც რო გითხრას თვითონ. ძალიან მოვიხიბლეთ მე და ირაკლი და იმათ ვერ იცნეს ვერან. არა, არც ეგრეა. ამი კი არა, ამის თაობის ორი ჯგუფით ჩამოდი. მე არ მინახია სია და როგორ მოვიხიბლებ. აი ხა გაიგებ. ეხა ბარემ რო გითხრა. ონლაინ მოვიხიბლო. ექსკლუზიურად დათოსთვის. მან იშინე ვიზე უნდა სია. მოვიხიბლო. საიდან დავიწყო? ადან. 3 ივლისიდან თუ 7-დან? 3-დან 7 ივლისამდე. ორიგინალურები იყო, დაიწყე 5-დან. ერთი. კარგი, ნუ ეს სანამ სიას გეტყვით, მინდა ვთქვა, რომ ახალი ადგილი პოვა ოფენერმა, ეს არის ტბასთან. სხვასთან. ბაზალეთი, აკვანი ხო? არა, ეს არის ჩვენი წლევანდელი ფესტივალის წარმოდგენი გახლავთ თუალინგ ჯგუფი, იქ შენდებოდა ოლიმპიური სოფელი და ირო გადახვალ ოლიმპიურ სოფელს გადაღმა, როგორც სოფელში სოფლის სპეციალისტია, ხო? და გადაღმა. ესეც სოფელთა კავშირში გადაღმა. არის დიდი მინდორველი და არის ყურე ესეთი თბილისის ზღვის ნაწილი. გინდა დაგიბარავთ იმას. ამეს დაგირგავთ. რო იქ ხალხი ხო პამიდორი გეკნება თქვენი. დარბაზი რეჰანი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი ესე თქვი ამ ადგილს. რაც შეეხება ოფენერს, იქნება 5 დღე. ფაქტიურად ნონ-სტოპი იქნება მუსიკალური. არ და 4 ღამე. 3 სცენა. ნუ გააჩნია ვის რამდენი ღამე გამოუვა. ეხა ეგ უკვე მოხერხებაზე. ეხლა ვიახვიდა და დაიწყე. გამწდენება შეგიძლიათ რომ აი ცოტა ზღვასთან მიიჩოჩოთ რომ თან ვითევზაო თან გისმინა. სანაპიროა თავისუფლად. მეტი ვეღარ მიიჩოჩო. კი ბატონო, შეგიძლია ეს ჩაწვე წყალში, თავთხელში. და გიან მოყევი რეპერტუარი რაზე მოდის რაზე მოდის. მაგის მიხედვით. მაშინ მუსიკალური შეუხამოთ რაზე მოდის კარგი. ნუ ხმაური იქნება თევზაობის არა უშავს. პირველი დღე ყველას ვერ ჩამოთვლი 70-ზე მეტი არტისტია და ჰედლაინერები. ნუ 50 მაინც ჩამოთვალა. მოკლე გადაცემა. ეს არის ზენფირა, აკვარიუმი. ზენფირა მაგას უხდება წითელი ჭია. აი ზენფირა აკვარიუმი და აქ დამთავრდა ის სია ვინც იცის. აკვარიუმიც ამას ისგონია. ეს კავშირში ხო არა. აკვარიუმი გონიათ რომ ჩამოაქვთ. აკვარიუმი მეგონა რომ დაიშალა სხვათა შორის. ნუ როგორც აღმოჩნდა არ ყოფილა სიმართლე ეს ამბავი. აკვარიუმზე მოდის კარპი კარგად. ტაიგერ ლილიზე რა მოდის კარგად. ტაიგერ ლილიზე ნებისმიერი რამე შეიძლება მოვიდეს. მართალია ისე ნებისმიერი რამე შეიძლება მოვიდეს. უფრო კი ბორჩხალა. ბატონო, ეს მე ვიძახი, ეს პირველი დღეა? კი, ეს პირველი დღეა. ისევ 3 სცენაა და ჯერ ვარ ერთი სცენის არტისტებს და უცებ ვიტყვი მართლა რომ არ დავიკავებ. სამივე ერთდროულად იმუშავებს ეს სამი თემა თუ ერთი დამთავრდება მეორე დაიწყება? არა, რიგრიგობით და დაიწყება დღის 12 საათზე, ერთი დღე იქნება დღის 3 საათიდან, დამთავრდება დილის 10 საათზე, სადამდეც გაგიხარდება, მაგრამ 10 საათზე ყველა ვარიანტი დამთავრდება და 12-მდე შესვენება და ისევ გაგრძელდება აი ეს. ის ორი საათი რა დასაკავებელია. ნუ რაღაცა არის გასაკეთებელი ხალხი, გაგი მოდი. ჭიები ყავს შესაძლებელი. ჭიებია მოსათხელი. ნიკოლ გამოსატანი. ეგეც არის. ეს პირველი დღე, 3 ივლისი. დღე მეორე. დღე მეორე, თავარი სცენა. ისე. დღე მეორე დღეს ყავს 4 ივლისს ანუ 4 ივლისს. ამერიკის დამოუკიდებლობის. დიახ, ამერიკის დამოუკიდებლობის
ჩვენი სტუდიის 12 საათი ჰიმნით იხსნება. ბატონო, იქნება შესანიშნავი ჯგუფი არქივი, მაგრამ არქივს ეძახიან ჩვენთან. არქივისაც. არქ ვაჟასთან საწყიში. კი. 5 ივლისი Black Label Society Zak Wild-ით უქსმენიათ. რაღაცა გაახალტური მოდი. არა, ის ხალხი მე კიდევ დაიმოსო მოუყვე. ხო გითხარი? კარამიდა რომ ჩავიდე. იმან დაამთავრა აკვარიუმის მე. Zak Wild-ი არის იცი? როგორ არ ვიცი. Ozzy Osbourne ხო იცი? აა! საკუთარ ძალიან მაგარი ბრიგადა ჩამოდის, ვინც უსმენს მცირე მუსიკას, მათ შეაფასეს უკვე ეს ამბავი. შემდეგ ძიმე მუსიკა რო არ ჩამოგეყვანთ, ისედაც რამ მდგომარეობაშია ქვეთან. რა მე ლაითი რო ჩამოგეყვანთ. არა, ყველანაირია რა, ყველას და ყველაფერს დააკმაყოფილებს ნებისმიერ მუსიკალურ გემოვნებას და ასე შემდეგ. მერე ბეთარტი ეს არის ბლუზური შემსრულებელი. ეს უკვე 6-ში ვარ. ეს უკვე 5-ში ვარ და 6 უკვე ავიდეთ 3, 4, 5. 6-ში ვიყავით ბეთარზე, ბატონო და 7-ში არის პლასებო. პლასიბო, მასაც ეძახიან, პლაჩებოსაც ეძახიან. პლაცებოსაც ეძახიან. პლაცებოს მერია ის დაშლა არ მოშლა, ხო? არა, ეს იყო თავარი სცენა, main stage რო ეძახიან ხოლმე ის. აი ამ დროს შენი შილა და თევზი უნდა შემოვიდეს. ელექტრა შეეხება, ანუ ღამის არტისტებს, ძალიან ბევრ არტისტს ქართველებს და არა ქართველებს. რამე ესე იგი შესახედაობით ვინც არ გამოირჩევა ის ხალხი კი ბატონო, შეიძლება ეს stage-ზე ცოტა ჩააბნია. ჩემი ფავორიტი არ მოხდა რა ამ თავარ სცენან. არაუშ. Sopenskini ის არა, გიბორატო. ხო და მე ვერ მივედი ღამეს ვერ მივანეს, ღამეს ხდება ეს ყველაფერი ზუსტად იმ დროს არის. მაინც მინდა Sopenskini ძალიან მაგარი ბენდია. და დენის ჯონს მოკლედ რო ძალიან არ გავიდეთ ხა სიგნალს. არ მინდა ვინმე გამომრჩეს. არ მინდა ვინმე გამომრჩეს. რაც შეეხება ელექტრონულ სცენას და ღამეს, გიბორატო, კოლექტივ ტუმშტრასე და ბოძინი. Stefan Bodzini, აი ეს არის ის ჰედლაინერები, ნუ მუჯუსი, კიდე ბევრი არტისტი. მოკლედ, დიდი ხანი ხდება 5 დღე. შამაიაზე რა გაქვს? დილის 6-ისკენ, რა იქ? შენი ხატრი სანაპიროს თუ კიდე იმას ვიზამ, დავარქოთ მელკი მორიას, აი სანაპიროს. მე ბათუმთან არ გაქვს. მელკი მორია საიდან გაიხსენე? მე გავიც თესუთევზე ლაპარაკობ. გიბორატო ნამდვილი ჩამოდის თუ დაიშალა და არა, ნამდვილი. ძმიშვილი. ყველა ჩამოდის ნამდვილი. თავისი შემადგენლობებით და არა, ჩვენთან რა ხოლმე ეგეთი კითხვები არის ხოლმე და აი ჩვენთან მიმართებაში თუ საერთოდ რა აი სოჩამ ყველა ჩამოდის თუ ერთი აი ეგეთი ეჭვები ხოლმე რომ აი ის პლასებო რო ჩამოდის ანუ იცი ერთმა თქვა რომ მე წავალო ეხლა დანარჩენები ვერ მოდიან და ხო აი რაღაც რომ რა თან რა არის? ესეთი მასშტაბის არ ყოფილა ხო ჯერ? ხო არ ყოფილა ესეთი მასშტაბის ეს არის სადღაც 14 ჰექტარი თავის წყლიან მიწიანციანად და 5 დღე არც ესეთი ლაინაპი არ ყოფილა ამ რეგიონში, არა ამ საქართველოში და ძალიან ბევრი ადამიანი მოდის სხვა ქვეყნებიდან, რაც არის სასიხარულო და იქნება ანუ კემპინგი. ხო, აი უნდა მეკითხა ეხლა კაროებით. ხო, კემპინგი იმღერებს? არა, კემპინგი არსებობს. კემპინგი არსებობს ტერიტორიაზე. და თავიდანვე გაითვალისწინე რომ საჭმელზე იყო, მე სოკოზე არ წახვიდე. არა, საჭმელი არ წამოიღო, იმიტომ რომ ადგილზე იქნება, მაინც არ შემოგატანიებენ, ამიტომ იქვე შემოყვა. ხობესთან რო ჭიაყელები და ეს შემოხდა დააცვა და ჭიაყელები წადი ყველი და ეს გატანიებოდა ჭადს როგორ არ შემომანა ქართველი კაცი შარშანო ლისზე ჩატარდა ეგ რა იყო? ეგეც ოფენერი იყო. შარშანწინაც ოფენერი იყო. წავკისისკენ იყო, ხო შარშან? ეგ 2012-ში იყო, 2013-ში ვიყავით სტადიონზე, ერთი დღე იყო. სვათაშორის შარშანდებმა ღონისძიებამ ძალიან მომეხმარა ბინის გაყიდვაში. ჩემი ფანჯრებიდან ჩანდა ეგ. სხვა ღირსშესანიშნობა არასდროს არ იქნებოდა. ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე და იქ რა არის? აი აქ ოპენეარი ტარდება ხოლმე. ფანჯრიდან უყურებ და ამ ბინის გაყიდვასაც თუ დააპირებ იპოდრომზე ერთი კონცერტი ჩაგრიგდა. ეგ 2009-ში იყო და ეხლა კი, მაგრამ კიდე რა ბინის საჭმლის გაყიდვა. შეტანა არ შეიძლება.
იქ იქნება საჭმელი, სასმელი და იმ ფასში რა ფასში შეიძლება მაღაზიაში იყიდო. ეხლა სადილებით თუ მოხვალ და ქვაბებით. და რა საჭმელი იქნება? ძალიან ბევრი ნაერი. დიეტური იქნება რამე? დიეტურზე გაგითხრათ, ყველანაირი ან სწრაფად რომ შეჭამო, დიდი ხანი რომ მოუნდე და ამის გაკეთებას. ბევრი სხვადასხვანაირი ვენდო. ჭამელზეა დამოკიდებული და არა. ჭამელზეს ხო და პრინციპში ცხრის რა გექნება? იო, დამიწყეო იმ ანსამბლები ჩამოთო. მუსიკა მერეა. სერიოზულად მიუდექი საქმე. როგორც ხდები ხო ანუ რა მაგმიმართულებით აქცენტი მაშინ გავაკეთე მოდი ეგ საქმე მე ჩამოვა. ხელი ყובה ის და იმის არა, ამბავი. ჯერ მოდი პირდაპირ ესე ნუ მივანო. ჯერ ერთი სცენა. ერთი სცენის მარჯვნივ ესე გავაკეთოთ მაშინ ხო ყוების მიმართულება ცხვარი ან ცხვრის მიმართულება. არა, საერთოდ ყובה იმ დაგიძღებ ხალხს. რა ჩამოჭაგაბაროთ ორგანიზმი. პირველი სცენა. მე თქვის აღ მანიშნებ შემოვიტან შილას დავშლი მოსახე. ო, რა უქნა, აი რა გავაკეთოთ, ფიქრობ ეხლა რა სამხედრო შემოიტანს, ხო? სასმე რატო, აი პრინციპში რატო და ატყიო? ანუ ხო, იქ იქნება. თუ აწარმოებს სახში სასმელს და რაღაც ხდელი მანქანა. არა, რა. ხო და იყიდო, ხო? ანუ წახვიდე იყიდო. კარგი, ვერ შემოვიტან. თქვათ იქ კატანა თუ უბრალოდ ვარამე. დიდი მანქანა რომ მოვაყენო და დავტვირთო და წავიღო. თქვათ ვერ შემოვიტან, მაგრამ ეს 14 ჰექტარია. რო შემოვიდე და იქ რო გამოუხადო. მაშინ მოგიწევს ყოველდღე. მანქანა. იქ ზავოდი რო გაქვს მოწონა. რა ეწყობა და რა ხდება და რა მეოთხე სცენა ის ეგეთი ის რო არის, ხა ცხვირი რო. მეოთხე სცენა აი ხა ჯგუფი ემზადება და წყალი გაზი შეიყვანეთ უკვე დენი. კი, დენი ყველაფერი ავტონომიური იქნება. და ტუალეტები იქნება თუ ზღვა? არა, ტუალეტები იქნება. არა, სხვა არ შეიძლება. თორე ზღვამდე თუ ვერ მიუწიე და მე სხვა მიზნით შეხო ადგილზე თუ მოხვდი. ხო, ნუ და მე ვატყობ, რომ თქვენ ძალიან მაგრა გაერთობთ. და ერთი სცენა არ შეგიძლიათ ესე ზღვას რომ მიადგათ პირდაპირ, შეცურო და იქიდან უსმო. არა, არ შეგვიძლია კი არა ერთი სცენა, მესამე კონკრეტულად, რომელიც დღის 12, აი ეს ზარმაცების ხაშივით ზარმაცების სცენა იქ 12-დან სადღაც 4 საათამდე, სანამ მეორე სცენა ჩაირთვება, დაიწყებს, იქნება აი მანდ წყალთან. თან რუჯი, თან მუსიკა. ძალიან მაგარი. ეს არა, შედი გამოდი, თან დასკენი, ჩაჭი, ჭიაყელა მოხარე. გადმოგიგდებს. რაღაცა იმას ანუ ლეღვის ნახარშით რომ მოვიდე ჩემი. ხო, ესეც არის რომ თუ მაგის შემოტანაც არ შეიძლება, იქაური ლეღვი უნდა მოიხმო. არა, ჯობია რომ ეხლა ლეღვის ნახარში არ მოიხმაროთ, იმიტომ რომ სიცხე იქნება. ადგილი არის ისეთი რომ ნიავი ყოველთვის არის, ანუ უკიქინებს. ყოველთვის იქნება. ზეც იქნება და ნუ ხედიც. მაგრამ რამე თხელი ჟაკეტი მაინც წამოიღო. შობლის დარიგება. ზიანობობთ და ადიალო და ხელი ჟაკეტი. რომ მოიგდო. კემპში თუ იქნებით, პრინციპში ხა არის ისეთი რაღაც რომ არის კარვები რომელიც უკვე დგას და შეგიძლია იქირავ, არ თუ გინდა მოდი შენი კარვი. ოთხახიანი კარავი რა აღი. ოთხახიანი კარვები არ ვიცი. ფასებიც ხა დაზუსტებით ხა რო გითხრათ, მაგრამ ძვირი ნამდვილად როგორ ორ სტუდენტ გოგონაზე აქირავებს თუ? ეს კარვები როგორ არის? ორი სტუდენტი ბიჭი რომ მოვიდეთ. არა. რა ხდება კარვებში ძვირი საქმე არ არის. ასე იქ არის თუ შეგიშვებენ თქვენ. ანუ ყავს ხაზეინი, ყავს თვითონ ამ კემპინგის ჩემი კარვით რომ მოვიდე, სადაც მინდა იქ დავცე. არა, იქ იქნება თუ მოხვალ გვიან, შეხვდება უფრო ისეთი ადგილი, როგორც არ გინდოდა რომ შეხვედროდა. უფრო გვიან თუ მოხვალ ჯობია ქვა წამოიღო. ეხლა რო ავიდეთ და გავმაგრდეთ. არა, იმიტომ რომ ეხლა ხო მიდის რეგისტრაცია, ან როდესაც მაგალითად აბონემენტს ვინც ყიდულობს, თქვა შორის ბილეთები იყიდება იმასთან. სპორტის სასახლესთან და თბილისში იყოდი ზინასთან. სპეციალური ზომები არის ზინას. ზინა და თბილისი. არა, ეტყვი ჩემგან არის. თბილისი open.air.gz-ში შებრძანდებით და ონლაინ აარჩევთ იქ რომელი დღის ბილეთი გინდათ, მაგრამ აბონემენტი არის ეგეთი გაპიროვნებული ადამიანზე. ონლაინ თბილისი open.air.gz-ზე შეხვალთ იყიდეთ ონლაინ, მაგრამ აბონემენტი ესეთი ტიპის რამ რომ შეხვალთ თუ ფოტო არ ატვირთე, შენ სახელი და გვერდად ჩაწერე.
ისე ვერ შეისყიდი ვერც სალაროში, ვერც ამ საიტზე, ჩვენ საიტზე. არა ფოტოგენური თუ ხარ, მაინც აუცილებელია. აუცილებელია, ფოტო უნდა იყოს, თუ რაღაცა იდენტიფიცირება რომ მოახდინონ შენ ხო, და თუ თქვა ფოტო ანუ რაღაცა ისეთი ფოტოა და შენ შეიცვალე ამასობაში და გახდი სხვანაირი, ნუ მაშინ პირადობის მოწმობა წაიღო, ჯობია, იმიტომ შენ სახელი და გვარი რო წერია, რომ შეამოწმო. რა ღირს ეს აბონემენტი? დღიური ბილეთებით დავიწყებ რომ მივიდი აბონემენტამდე, ესე იგი ყველაზე იაფი ბილეთი არის 30 ლარი, საშუალოდ 40 და 50. სადღაც თემკიდან რო უსმენ? არა, აგრეთვე რო ხარ იქ. ზონებია. დღეების მიხედვით. არა, დღეების მიხედვით. იქ რო შეხვალ სადაც გინდა დღეების არა, აქ იქნება კემპინგი, აქ იქნება რაღაც ერთი დახურული ზონა მარტო არტისტებისთვის და კიდევ ერთი. არტისტებისთვის და მაიმუნები. არა, ეს სპეციალური ზონა, რომელსაც ასე ვთქვა, თავისი დატვირთვა აქვს, ხოლმე უფრო მედიასთან და იმასთან მიმართ სამუშაო ადგილები, ასე ვთქვა, სადაც არ შეიძლება ძალიან ბევრი ცხვრის ხორცის მოხმარება, შეტანა, გამოტანა და ასე შემდეგ. ხო და ესე იგი 30-40 ლარი ღირს ბილეთები, ყველაზე ძვირი 50 ლარი კლასების შემთხვევაში და თუ მიუმატებთ ამ 5 დღის ბილეთებს ერთმანეთს, გამოვა რომ ღირს ეს ყველაფერი 180 ლარი 7 ივნისამდე ჩვენ უკვე მივახლოვდით ამ იმას, ხო? აპოთეოზს. ხო, და 7 ივნისის მერე გაძვირდება ეს ყველაფერი. მაგრამ 180 ლარი თუ ღირს ერთად 5-ვე დღე, აბონემენტი ღირს 110 ლარი. ეხლა ამ მომენტში. ხო. ესე იგი ორ ბილეთს თუ თქვა გინდა ვიყიდო პლასებოს ბილეთი და ასევე მოусმინო, არ ვიცი, Black Label Society-ს ან Aquarius. უკვე გირჩევნია იყიდო აბონემენტი. უკვე გირჩევნია იყიდო. მაგრამ მან მეორე პრობლემა არის. ერთი მხრივ მე კი ძვირდება ეს, მაგრამ სამაგიეროდ ლარი იაფთება რა. შეიძლება მოწდაჯობდეს. ლარი რო იაფთება. ეგ კაი ამბავი და მოხმობ მაგაზეში. ეს არ არის ის გადაცემა. რომელშიც ესეთ თემებზე ვილაპარაკ. რაღაცა ხასიათზე ვიყავით ვიცინოდით. აი დრო გავატარებდი. აი მოთი მოგთიბა. მოგცელა. ეგეთები არ არიან ფესტივალზე. ყველა კაი ხასიათზე როა და ვიღაცა რო ყველას რა გამიგერებს. ხოჟოვის ესეც ერთ-ერთი აქცია, რომელიც ლარს გაამყარებს, ბევრი უცხოელი ჩამოვა, დალარებს დაყრის იქ რა. კი ბატონო, მართლა ბევრი ჩამოიტო ჩვენ ხო ვუყურებთ. ამას ვუყურებთ. მეზობელი ქვეყნებიდან? აი გეტყვით რა უცნაური რაღაცა, ჩვენ ამ საიტის მეშვეობით კონკრეტულად ვიცით ადამიანებს და გარდა აბონემენტებისა აქტივობა რაც არის საიტზე, რა ქვეყნებიდან არის და ვინ რომელი IP-ში შემოდის. არ გაკვირვებია რომ არის სომხეთიდან ძალიან დიდი ინტერესი, აზერბაიჯანიდან, ირანიდან დიდი ინტერესია. იქიდან არ არის ახალი ისლამური სახელმწიფო როა. სურათი როა ხატვი. უმბარ მტყორცი. დამას შემომატანილი. აიმე. საჭმელი არ შემოიტანო და ეგ შეიძლება არ არის. ხო, უკრაინა, პოლონეთი და უცებ აი ამ ჩამონათვალში რა, საბერძნეთი, სადაც აი პლასებო უყარ თქვათ ის ან ის ბენდები რაც ვიცოდით წინასწარ აი აქ უყარდა იმათაც ეკონომიკაში ვერ რა თქვათ. ხო და უცებ კენია. ყველა ჩამონათვალში არის კენია, პოს ვერ კენია, იმიტომ რომ ეგენი კარგად დარბიან და ფეხი დაპირებენ. დავადგინეთ. მე მგონი გამოიქცა. ეგენი შვიჩირო და ებერო ჩამოასწრებ. ხო, ვერ დავადგინეთ, ანუ რამ გამოიწვია კონკრეტულად, ანუ კენიის აი ამ ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილია, იმიტომ რომ სულ არის მაინც ევროპასთან მიმდებარე რაიონები და რამე მიზეზი გაირკვა? ვერ გავარკვიეთ მე მიზეზი. გეტყვი კაცო, ეგენი ჩამოდე და მე აქ რჩებია. ხო, მაგრამ რატო კენია და არა ნიგერია? კი, ხო. ნიგერიაში არიციან რომ ეხლა კენიელები რო იყიდიან ბილეთებს, მე ნახე ნიგერია რო და ესეო. ეგ ვინმეს უთხარი თუ შიშროებას ან ვიღაც. თუ მაგდენი არ არიან ჯერ. არა, დაინტერესება არის, ხო, ნუ პრინციპში ხარ ველოდებით კენიიდან ყველაზე მეც თუმარს რა თქმა უნდა. დაახლოებით რა მასშტაბს ფიქრობთ რა რაოდენობის ადამიანი შეიძლება მოვიდეს. ჩვენ ხა რა თქმა უნდა გვაქვს რაღაცა შეზღუდვა. ამდენს დაატევთ. გია ბრაზნად რო დადგა. იცი რა არის, ფესტივალს აქვს, ჩვენ გვაქვს გათვლილი ისე, რომ ფესტივალზე არ შეიძლება უბრალოდ დატევაზე იყოს, ხო? მაგას მე გასწავლე. კელეხს რო გიგმა. კელეხიდან რო გაიწვი რა. ჩემი გამოცდილება. რა ვიდე? შევდა შემოიტანო, ხვარი, კელეხი და რა. იქეუბნები რომ მოდი 120-ზე გაშალე, მაგრამ
მეტი რომ მოვიდეს 150 ჩამიმატო. ეგრე უნდა აიღო რა. ეს 100.000-ზე გაშედა ვიღაცები რა 120.000-ზე ჩამიმატო. 14 ჰექტარი არის აღებული მაგ პრინციპით რომ 14 ჰექტარი არის. ფესტივალზე 140.000 კვადრატული მეტრი. ეს კონცერტი ხო არ არის რომ სადაც მოდიხარ, დგები უსმენ და მიდიხარ. იქ ცოტა გაიარო, გამოიარო, თვალსწყალი დაალევინო, ითევზავო რაღაცა. ხო? ყველას თავისი ინტერესი აქვს, წამოწვე დაიძინო, ან არ დაიძინო. ანუ ადამიანზე ერთი 5 კვადრატი უნდა იანგარიშო. სამოძრაო ფაქტი. ანუ მეგე ტერიტორიაზე ის რომ იმოძრავს სახალხმა 50.000 ადამიანი შესაძლებელია რომ არ გადაჯეკავს ერთმანეთს, მაგრამ ხა სულ 50.000 ადამიანი ხარ იქნება ეს. იქნება მიდი მოდი. 50.000 ბევრი. აუცილებლად მინდა გითხრათ ის რომ როგორ უნდა ბევრი მოსასვლელი აქვს. აი პარკინგის პრობლემა ყოველთვის არის. გვაქვს უზარმაზარი პარკინგი. ერთი ზღვა. სანამ Wi-Fi-მდე მივალთ, აი სხვა ტელეფონებს დატენით იქნება მუნიციპალიტეტების საფესტივალო რაღაც მედპუნქტი, თქვათ გინდა იქირავო ლომბარდი. ტოტალიზატორი. მიკროსაკრედიტო. ანუ პატარა ქალაქი იქნება რა, პატარა ქალაქი იქნება საბავშვო ბაღი იქნება. საბავშვო ბაღი არ არის იქ ხამოსული და მინდა რომ ჩავაბარო პატრონს თქვათ. ვიღაცა რომ არა, ეგეთი მომსახურება არ გვექნება რომ ბავშვები რა. არა. სიგრეტის მოწევა შეიძლება? რა თქმა უნდა. სად გააჩნია? სცენაზე არ აგიშვებდა სიგარეტს არ მოგაწევდა. სიგრეტის ახლა იქ ღომით უმეცი. ღომით არ როეცა. არა, სიგარეტის მოწევა როგორ შეიძლება არ შეიძლებოდეს ახლა. არ შეიძლება ანუ. არა მარტო სიგარეტის, რაც თუნდაც ელექტროსიგარეტის მოწია. აი იაპონიაში არ შეიძლება ეს მოწევა. რა შეიძლება ფესტივალებზე? არა, ღიაცის ქვეშ ქუჩაში არ შეიძლება მოწევა. თუ რაღაცას მოეფარე, იმ წუთში შეგიძლია მოუკიდო. სადღაც უნდა შეხვიდე რა მოსაწევი ადამიანი. კაი, ისინი ხო არ შემოგივარდნებიან შუა იმაში, ოლიმპიური სოფელი რა ხანა, ვიღაც ჭოკით მხტომელები. ძალიან რომ მოვიდა და უცებ რა გამიშვა. ან უბინეთო. არა, ესე კი მან ჩამეჭიდე. ცოტა ანუ მოშორებით არის ესე შემოვარ. არა, ვესტუმრებია. მარტო ბადროს სპორტსმენები თუ მოახწევენ. ვესტუმრებიან ალბათ ახლა რაღაც. თუ არა, იმათაც რაღაც პრობლემები აქვს, ვერ ასწრებენ თუ რაღაც. თუ მიიცალეს და უცებ ჩვენ პლეიგრაუნდზე ერთი დისციპლინა ბარემ და მაგარი არის ეგ გახურებული ფესტივალი ვაკეთ 50.000 კაცი და იქით ბიჭო ვერ ვასწრებ და ვინმე ხო არ მოვიხმარო და სად არის ხალხი და დიძე უსაკმურობა რომ მიდის ხო და ანუ იმას სწორედ მე შეგაწყვეტინეთ მობილურების დასატენი წერტილი იქნება სადმე ხო იქნება ეგეთი წერტილი გვეყოლება ხალხი რომელიც დაგაკვალიანებთ გზა და გზა აქეთ მობძადეთ ბატონო და ხარ რაღაც ხო შეიძლება რაღაც კითხვა გაგიშდეს რაღაცებსაც დავწერთ და შინაური ცხოველი ჩემოსვლა შეიძლება რა შეიძლება შინაურ ცხოველს შედიხარ ხობეთანი ჩამსუჩამჭრელს იკითხავს ვასკას ჩამოყვანაური რა შინაურ ცხოველებს რა შეიძლება ჩვენ დიდი ხანი ვიფიქრეთ ამ თემაზე რომ აი ხა ისეთი ადგილია რომ ყავს რაღაც თუ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ რაღაც მომენტში მას დავაანონსებ შეიძლება რაღაცა იმითი ლიკაპით ხო იმიტომ რომ ხო ეხ შეიძლება უცებ მოვიდეს რა ვიცი 100 ძაღლი თქვა კავკასიური ნაგაზები რომ შემოდიხარ ფესტივალზე და ფარო ეს მუსიკას რო ფარავენ მე რაცინამდე გვარაფერი არ მაქვს ძაღლებს გაყიდეთ ბილეთი იმ ცხოველზე ჩეულებრივად გაყიდეთ და ეს თან შეიძლება შემოყვანან თან ცოტა ისე როგორი ძაღლები უნდა შეუშვათ იცი მან ვიდეოს შოდებენ მუსიკაზე რო დებილურად ცეკვანი აი ცირა და ძაღლს რო აბონემენტს უღედა შენ 2 დღეს ყიდო ძაღლი გრო კავს გაშვებული არა ჩვენ შევეცდებით რომ ახლა გახარებული რომ შეგეგებება რა ვიცი ყველანაირი და Wi-Fi იქნება ესე Wi-Fi იქნება მაგრამ ერთი რაღაცა როდესაც არის ძალიან ბევრი ადამიანი 50.000 კაცი რო იქნება იქ რა ერთი მომენტია ანუ ჩვენთან ანუ ეგრეთ წოდებული გეიტ ჭიშკარი გეიტი სადაც არის შემოსვლა ჭიშკარი და მაინც გეიცუდა ჭღერს და ის აღარავინ აღარ მოусმენს ჭიშკარი და კენიას შენა უხსნი მე თუ შემოვარდე კაცის კამებით მე ნახე ანუ იმითი არის რა ეს ხო ბილეთს ყველას რაღაც უნიკალური QR კოდი აქვს ანუ შედიხარ ფიქსირდები თუ გამოხოდი და არ დაფიქსირდი უკან ვეღარ შეხვალ იმიტომ რომ სისტემა მიწის რომ შენ შეგნით ახარ და ესე იგი შენ ვიღაცა ხარ რომელსაც ვიღაცას QR კოდი რაღაცნაირად მოპარ ამიტომ
იქნება ცალკე შესასვლელები, ცალკე გასასვლელი და ანუ ეს ბილეთია თუ რაღაც სამაჯურია? არა, ბილეთია, რომელსაც არის QR კოდი დატანილი რა. ანუ აბონემენტს უბრალოდ ახატია. იქვე გაიყიდება ბილეთები ბოლო დღეებში უკვე 3-დან ადგილზე, ვისაც არა აქვს. და ეს ბილეთის გაყიდვის წერტილი არ იქნება შესასვლელში, რა თქმა უნდა. შეგვიშვიდა რაღაცეები არ იქნება. არა, ეგეთი რაღაცა ვერ იქნება. აი, სხვა შეიძლება კარგად მოაწესრიგეთ რა. და ისე რაღაცა ახლობელია, ნახავ რაღაცას ვეთქვი და მოვალა. ყველაზე მაგარი არის. თანამშრომელი ვარ. უკაცრავად ვისი არის ხოლმე ეგეთი რაღაცები არ ხდება. თელასის. ჩაგიწრიდე. თუ არ შემიშებ ჩაგიწრიდე. აი, ეხა ის თავარი ეს კოდი გააქვთ? დღეს კოდი რაც შეიძლება მხიარული. ან წვეტიანი ფეხსაცმელებით არა? რითიც გაგიხარდება. თუ მაღაზია მხიარული რა. თუ მოხვალ და რითიც გაგიხარდება. აი, ეხა ვიღაც ბიჭებს აინტერესებს. როგორი პონტი არის მოკლედ რა? ნაშების პონტი. თავისი გოგოთი უნდა მოვიდნენ. არ ვიცი ეგ ხო არის? თუ დაურიგებთ იქ. მარადიული შეკითხვა არის. არადიულ შეკითხვა რომ მამენ ღირს წამოყვანა. თუ ჩითავს. ავი 50000 კაცი გინდათ 30000 კაცი და გინდათ 500 კაცში გინდა ეს სამიკენიელი. ყველამ თავის ბედი უნდა მოძებნოს ახლა მაგაზე ვერ დავაყვალე. თქვენ მარიფაცია თქვენ დამოკიდებული. მარიფაცია დამოკიდებული. კიდე ესეთი კითხვა, ისეთი პონტი ხო არის პახაბ დაიკოსთან ერთად. ო, წარდგენილი. თველით მოგეხმაროთ რომ მშვიდობიანად ჩაიაროს. ავი ერთადერთი დახმარება რაც შეიძლება იყოს, ბევრნი უნდა ვიყოთ იმისთვის რომ მომავალ წელს კიდევ გქონდეს ფესტივალი. აი, კარგი. აი, დიდი მადლობა. ხო, მოკლედ მომძალით და ჭკვიანად მოიქეცითო. მოგითო ყველა და კარგად მოიქეცით. ამით დღევანდელი თემი გააცემა დამთავრებულია, შევხვდებით ერთმანეთს ერთი კვირის შემდეგ. კარგად გამიგეთ.